თავდაპირველად მინდა განცხადება გავაკეთო 15 ნოემბრის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ამ აქციას უერთდება რამდენიმე პოლიტიკური პარტია და მე ვფიქრობ, ეს არის ლუსტრაციის დღე, თუ რას წარმოადგენს საქართველოს პოლიტიკური პარტიები და ფაქტურად ხდება იმის წარმოჩენა, ვინ იყო მიხეილ სააკაშვილის დროს დანიშნული ოპოზიცია. ხალხმა, რომელმაც თვითონ დაკარგა ტერიტორიები და ჩაგვაყენა ჩვენ ასეთ მდგომარეობაში, ცოტა არ იყოს მორალთან მწყრალად არიან ეს ხალხი, როდესაც საუბრობენ რა ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან, გარკვეულ პროტესტზე და აღშფოთებაზე. ამ ხალხს არ აქვს მორალური უფლება ილაპარაკოს აი ამ თემებთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, საერთოდ ეს არის დამნაშავე პოლიტიკური ძალა, რომელიც უნდა გასამართლდეს და მათ მიზანი ამ შემთხვევაში არა რაღაც აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით რაღაცა აღშფოთება, არამედ მათ სურთ დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. მე არ გამოვრიცხავ, რომ იქ გარკვეული შეხლა-შემოხლის ინსცენირებაც მოაწყონ მათ, რათა შემდგომში მე დააბრალონ ხელისუფლებას, რომ აი ჩვენ გვისწორდებიან და რეალურად ჩვენზე არის რაღაცა ზეწოლა და არ არის საქართველოში იმის საშუალება, რომ დემოკრატიულად ჩატარდეს რაღაც დემონსტრაცია და მსგავსი ტიპის ექსცესებს არ გამოვრიცხავ. თუმცა ერთს მივესალმები, რომ ნამდვილად ვისაც უნდა შეუერთდეს, რომ დაინახოს საზოგადოებამ ვინ არის დღეს საქართველოში. რაც შეეხება უშუალოდ აი დღევანდელი ჩვენი მთავარი თემა რაც არის, ანუ აი მოხეში განვითარებული მოვლენები, მე ჩემთვის არის ცოტა არ იყოს გასაკვირი ზოგიერთი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლის და მედია საშუალების ესეთი აჟიტირება ამ ფაქტის ირგვლივ, როდესაც გარკვეული არ იყო ჯერ ვისი იყო ეს ადგილი, ვის ეკუთვნოდა, ეკლესიას ეკუთვნოდა, რეალურად იყო თუ არა მანდ სამლოცველო. ხელად ამ ხალხმა გაიზიარა მხოლოდ და მხოლოდ ერთი ჯგუფის ამ მუსლიმების ინტერესები. შემდგომში გაირკვა, რომ რეალურად ეს ეკლესიის ქვებით აშენებული ტაძარია და გაირკვა, რომ იქ კიდე 4-5 მეჩეთი არსებობს და ვერ ხვდები მე ეს ხალხი მარტო ერთი ჯგუფის და ერთი რელიგიური მიმდინარეობის ინტერესებს რატო იცავს ყოველთვის რა მარტო ესე იგი დაკვეთა თუ მოდის მათ მიმართ რომ მხოლოდ ეს ხალხი უნდა დაიცვან თუ რა ხდება და მე ვფიქრობ რომ ეს არის საკმაოდ სახიფათო და ცოტა არ იყოს ჩვენთვის ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ რეალურად პრობლემების შემქმნელი, იმიტომ რომ ჩვენს გარშემო არის მუსლიმანური სამყარო, ხო? მეზობლები. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, თურქეთი, ირანი, ჩილო-კავკასიაში დასახლებული ხალხი, ამას შვიდად შეხვდება, რომ საქართველოში მუსლიმების უფლებები ირღვევა? და თუ რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორია მარტო წაღებული, თუ თურქეთს არ აქვს წაღებული, თუ სხვა ტერიტორიებს, აზერბაიჯანს, ან სხვა ქვეყნებს არ აქვს და როგორ ისინი შვიდად შეხვდება. მე ვფიქრობ, იქ რა ხდება სპეცსამსახურების გარკვეული როლიც არის, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ვრცელდება ეს რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტები, იგივე ჭრელაში გავრცელებული იქ მინარეთთან დაკავშირებული პრობლემა, სომხურ ეკლესიასთან, იგივე ეხლა რაც მოხდა, ეს არის თითიდან გამოწვეული. მერე გამოდის ახალციხის მუფტი და იძახის ჩვენ რომ სისხლს დავღვრითოთ, თუ კი ჩვენ ამას არ დაგვიტოვებთ. ეხლა ვინ მისცა მას იმის უფლება, რაღაც სისხლის ღვრისკენ მოუწოდოს ხალხს. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასეთ ადამიანს პასუხისმგებაში მისცემდნენ. იმიტომ რომ თან მერე გამოდის და აი ამ პროვოკაციების უკან ეკლესია დგასო. ანუ გამოდის ადამიანი პირდაპირ არ მალავს. ეხლა რუსთავიორში მოვისმინე ჯიჰადისკენ საერთოდ მოწოდება. საერთოდ ძალიან ცუდ პროცესებთან გვაქვს საქმე ჩვენ და ეს ხალხი სამოქალაქო სექტორის ზოგიერთ წარმომადგენელი, ეხლა არ მინდა კოლმეურნეობის თავმჯდომარესავით გვარს არ ვასახელებ და კარგად ვხვდებით ვიზიც არის ლაპარაკი. გამოდის და აი ასეთი თავიანთი განცხადებით ამ ხალხსაც აქეზებთ მომავალი იმისკენ, რა ქვია, პროვოკაციებისკენ. და რეალურად ქმნიან იმის საშიშროებას, რომ ქვეყანის მიმართ განხორციელდეს რაღაც ძალიან ცუდი პოლიტიკა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ცხოვრობ ძალიან ცუდ ეპოქაში, როდესაც ტერიტორიები ისე მიაქვთ ქვეყნებს, უფრო ძლიერ ქვეყნებს, სუსტი ქვეყნებისა, რომ კაციშვილი მომკითხავი არ არის. და ამის ნათელი მაგალითები არის ძალიან ბევრი, ხო? და ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენს გარშემო არის საკმაოდ რულად განწყობილი ქვეყნები. ეხლა უბრალოდ ისინი ამას ოფიციალურად არ გამოხატავენ. და მე ვფიქრობ, რომ მეხუთე კოლონის ფუნქციას ასრულებს ზოგიერთი წარმომადგენელი ჩემი კოლეგა. იმიტომ რომ ესეთი ტიპის განცხადებები, როცა დასაბუთებული არის, როცა შესწავლილი არის საკითხი. ბარბარეს ეკლესიაც დაარბიეს და პატრიარქზეც იყო თავდასხმები და გაგიგია თქვენ მათ მხრიდან რაღაც პროტესტი და აღშფოთება?
ვინმეს უთქვი არა მე ერთი ჯგუფის მხოლოდ და მხოლოდ და ქმნია ეხლა სირცხვილი არ არის საქართველოს დააბრალო ის რომ თუნდაც ჩვენთან მუსლიმების უფლებები ირღვევა თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტში სადაც ესენი არიან ყველგან არის მეჩეთი გახსნილი ერთი წავიდეს საია და ნახოს რა ხდება საინგილოში და რა ხდება ტავკლარჯეთში იქ რო არ ეძლევა საშუალება ქრისტიანებს ლოცვის უფლების ხო ვინ არის ეს ხალხი საერთოდ ვერ გავიგე ჩემთვის ქრისტიანები არიან მე კარგად მესმის რომ ყველა კონფესიის უფლება უნდა დაირღვეს და მეც არაერთხელ გამომიხატია ჩემი აღსფოთება რაღაცა კონკრეტული ფაქტის მიმართ მაგრამ არ შეიძლება მხოლოდ ჩასაფრებული იყო მხოლოდ აი ესეთ ფაქტებზე ესე იგი რახან იმათმა თქვეს ესე იგი ეს უნდა გაიზიარო და შემდგომ აღმოჩნდა რომ ტყუილი ყოფილა ხო და ამით ქვეყნის საფრთხე ექნება მე ამას აიტაცებს თურქული მედია და იტყვის რომ აი ხედავთ სახალხო დამცველმა არასამთავრობოებმა თქვენს რომ მუსლიმების უფლებები ირღვევა ესე იგი მართლა ესეა ხო და ჩვენ გვექნება სერიოზული პრობლემები ამით და ეს ხალხი ამას კი არ უყურებს და გაუგებარია რა ვინ არიან საიდან მოვიდნენ რა მიზანი აქვს საერთოდ ვერ ხვდები მე სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ერთგვარ ტენდენციად იქცა მხოლოდ გარკვეული რელიგიური ჯგუფების უფლებებზე საუბარი და როდესაც მართლმადიდებლთა უფლებები ირღვევა საკმაოდ დიდი რაოდენობით და ამ ეს ფაქტები სიმწვავითაც საკმაოდ მძაფრი არიან არავინ არ აფიქსირებს მართლმადიდებლთა უფლება შელახვის ფაქტებს ძალიან მცირე შემთხვევები არის როდესაც მსგავსი სიტუაციები გამჟღავნდება ხოლმე ტელეეთერით და ასე შემდეგ ძალიან დასანანია ეს სიტუაცია, რომ სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველთა ინსტიტუტები მხოლოდ და მხოლოდ ესე ტენდენციურ და ცალმხრივ ინფორმაციებს აშუქებენ, რაც ჩემი აზრით ხელს უწყობს რელიგიური შუღლის გაღვივებას. თუ ეს ადამიანები არიან მართლაც უფლებადამცველები და მათთვის თუ ფასეულია დემოკრატიული ღირებულებები, რატომ არ იმაღლებენ ხმებს ისინი იმ შემთხვევაში, როდესაც ირღვევა მართლმადიდებელთა უფლებები და რატომ ხდება შეგნებულად მიჩქმალვა აი ესეთი ფაქტების, აი ბატონმა ნიკოლოზმა ახსენა კიდეც ბარბარეს ეკლესიის დარბევის შემთხვევა, როდესაც იქ მოხდა არამხოლოდ გაძარცვა, არამედ პირდაპირ სიწმინდების შელახვა, საკურთხევლის, რომელიც წმინდათა წმინდა ადგილია შელახვა, სასულიერო სამოსლის შელახვა, ხატების დამსხვრევა და ასე შემდეგ. ეს ქურდის მიზანში არ უნდა შედიოდეს სიწმინდეების დამტვრევა. ფაქტი იყო, რომ აქ ესეთ სიტუაციასაც ჰქონდა ადგილი. რატომ არ ამოიღეს მაშინ ამ დემოკრატიისთვის და ადამიანთა უფლებებისთვის მებრძოლმა ორგანიზაციებმა ხმები? და აი თქვენ ტელევიზიებსაც მინდა ძალიან გთხოვოთ, რომ აი ამ კუთხით მაქსიმალურად ობიექტური პოზიცია იქნას დაკავებული. აი თუნდაც ეს ბარბარეს ეკლესიის ამბავი მხოლოდ ერთხელ გაშუქდა. და ეს მუსულმანური სამლოცველოს ამბავი თითქმის ყოველდღიურად შუქდება საინფორმაციო საშუალებებში და მე მინდა გთხოვოთ, რომ თქვენ გიყურებთ მთელი საქართველო, რომლის უმრავლესობაც არის მართლმადიდებელი და ქრისტიანი და ნუ დატოვებთ ამ ადამიანებს გულნადგელს და განაწყენებულებს. მათაც აქვთ არსებობის უფლება და რახან უმრავლესობაში არიან, ეს იმას არნიშნავს, რომ ამიტომ ყველაზე დაჩაგრულ მდგომარეობაში უნდა იყვნენ. რაც შეეხება ამ მოვლენას, ჩვენ მოვისმინეთ, რომ როგორ ასე ვთქვათ, ცილს წამებდნენ მუსლიმი ლიდერები მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსს და სასულიერო პირებს ამ შუღლის გაღვივებაში. აი მე ვსვამ ერთ ლოგიკურ კითხვას. თუ მართლმადიდებელი ეკლესია აჩაღებს იქ შუღლს, მაშინ რატომ ეკავა მართლმადიდებელ ეკლესიას და ასევე მრევლს ის პოზიცია, რომ ამ შენობაში, რადგანაც ეს არის სადაო და არ გარკვეულა ზუსტად რომელ მხარეს ეკუთვნის, ქრისტიანები ემხრობენ, რომ იქ განთავსებული იყო ბიბლიოთეკა. ანუ ქრისტიანები წამოვიდნენ ამ დათმობაზე და არ უნდათ თავიანთ მუსლიმ ძმებთან დაპირისპირება. ერთადერთი მხარე არის აქ მუსლიმი მხარე, რომელიც რადიკალურად ითხოვს ამ შენობის მათთვის გადაცემას და თუ ეს არ მოხდება, სისხლის ხურითაც გვემუქრებიან. და მე ასე მგონია, რომ როგორც აი ამ ადამიანების, აი ამ ლიდერების, ვინც ესეთ შუღლს აღვივებენ, თვითონ უნდა დაფიქრდნენ ეს მუსლიმი ადამიანები, რამდენად უღირთ მათ ესეთი ლიდერების ყოლა. რომლებიც არ იკავებენ ობიექტურ პოზიციას და სისხლის ღვრისკენ მოუწოდებენ ადამიანებს და თან ეკლესიასდებენ ბრალს იმაში, რასაც თავად გეგმავენ. და აი ესეთი ადამიანების და მათ შორის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის მორალური პასუხისგებლობის საკითხი უნდა დადგეს საზოგადოებაში. იზაკლი ვაჭარაძეს რო დაეთმობა მთელი ტრიბუნები.
ამ კაცს, რომელიც საერთოდ გამარჯვებაც არ უნდა უყუროთ, რომ კაცი გამოდის და საქართველოს წერი არის პატრიარქიო და რელიგიურ ცნობებზე თამაშობს ჩვენს. ალბათ გახსოვთ დანიაში, როდესაც მუჰამედის კარიკატურა დაიბეჭდა და ლამის ომი დაიწყო ირანმა დანიის წინააღმდეგ. კაცი გამოდის და პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებს. ეხლა შეიძლება არ მოგწონდეს და თქვა, მე არ მომწონს პატრიარქის ქმედება და გასაგები და წერი არის საქართველოს პატრიარქი და გძარცვავს ჩვენ. და მედია აი ესეთ ხალხს აშუქებს, გესმის და ეხლა დღეს აქ მე ხვდები რომ არ არის დიდი ისეთი დაინტერესება მედიის კუთხით და ეს არის ცოტა აღშფოთების საფუძველი ჩვენ, იმიტომ რომ ხო შეიძლება ერთ პრიზმაში გაშუქდეს ყველაფერი, რომ ერთ ჭრილში გაკეთდეს ყველაფერი. საერთოდ ეს ხალხი აი ბოდიშ და გაუდაბნოებისკენაც აიღე გადადგას და ბიჭო გრანტი გამოიყოს თუ რა ხდება ვერჩემთვის გაუგებარი. ხო არ შეიძლება რომ ადამიანმა გარკვეული არ იყოს რაღაცა საკითხი და ესე იგი იმ მიმართულებით ილავ გინდა არ გინდა ეხლა ვირო თქვა სიკა ვიღაცამ რა ეს ქრისტიანები რაღაცებს იმაში გავავლენ იწვია ყველაფერს ოღონდ გრანტი მისცეს ვიღაცა მათ რა ეს არის გაუგებარი რა რახან ესე იგი ჩვენ მართლა უმრავლესობი ვარ თავზე უნდა დალაფიდაგოს ხან თუ რა ხდება გამოდის მე კორძაა და ბოდიში ვისუხის ბოდიში ეს არის სამართლო ეს ადამიანის ჯერ პატრიარქის მიმართ მისი განცხადებები გაიხსენე და მე მისი ეხანდელი ბოლონდროли პოზიცია საბოდიშო რა გვაქვს ჩვენ ერთი მითხარი ხუთი მეჩეთი არსებობს იქა და ქრისტიანები რო ჩავქოლოთ იქა ადამიანმა ხმა ამოიღეს რომ ჩვენც გვიდა რაღაც სუნთქვის საშუალება და ესეთი ხალხი დღეს აი ესეთი პოზიციას ავნებს და მთელი მედია სხვას არავის არ აქვს ტრიბუნა დაწყობილი მარტო აი ამათმა უნდა ილაპარაკოს საიამ სამართლიანმა არჩევნებმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ რომლებიც მიწაზე მორატორიუმი სწორედ საერთაშორისო გამჭვირვალობის გამო მოიხსნა მე ხა იცი რა არის შეიძლება თქვენ ცოტა აი კითხვა დასვათ კოლეგაა და რაღაცა, მაგრამ მე ამ პოზიციას იცი რატო ვავრენ, რომ საზოგადოებაში სამოქალაქო სექტორის მიმართ არის ესეთი დამოკიდებულება, გრანტი ჭამიები და არა ესეთი დამოკიდებულება. როდესაც მე არ მინდა გავიგივდებ ამ ხალხთან და ამიტომაც ესეთი ჩემგან აი ამგვარი პოზიციის დაფიქსირება არის საჭირო.